მშვიდობა, ძვირფასო თანამემამულენო. დავიწყებ იმით, რომ 22-ისთვის ვემზადებით და ვემზადებით მთელი საქართველო. რადგან პრობლემა, რომელიც დიდება უფალს, არ ვიცი რატომ ერგო ეს როლი წილად, უკვე 15 წელიწადია პრობლემები ეს არის მევახშეობა და მევახშე ბანკები საქართველოში. ეს სამევახშეობა და საბანკო პოლიტიკა საერთოდ ვერ ჯდება ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ მორალში და ზნეობაში. და ამიტომ ზუსტად 22-ში ყველანი ვიკრიბებით ზუგდიდში. წერეთლის 165 ნომერში დილის 10 საათიდან. ჩანიშნულია იცით, ერთი ოჯახის გამოსახლება, მაგრამ ჩვენ არ ვიკრიბებით ამისთვის, რომ მარტო ერთი ოჯახი გადავარჩინოთ. ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ხელისუფლებას ხსნარაშია და გამოსავალი პროექტი რო შევთავაზეთ, სახელმწიფო ბანკის შექმნა. აი ეს გავაგონოთ სამეგრელოდან. სადაც ვამბობ, იქნება საწესდებო კაპიტალი ეს სხვა ისევ მოსახლეობა გაიგებს. ეს იქნება საზოგადოებრივ საწყისებზე. და ვერ იტყვი, ანუ ამის ფული არ არის, რაღაც 50 მილიონია საჭირო. ამას საზოგადოება გაიგებს, მაგრამ გარანტიად უნდა იყოს სახელმწიფო. გამოუვალია ეს რო არ მოხდეს, ჩავთვალოთ, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს და მიყვება იმ გლობალისტების პროექტს, რასაც ქვია საქართველოს ქართველების გარეშე. რადგან მე ახლა ვიმყოფები კახეთში და აქ არის პატარა სამზარეულო 300 წლის. აი ზუსტად იმიტომ ვდგევარ ახლა აქ და მე გაჩვენებ ნუ ახალ აშენებულ სახლს და რამეს მას 300 წელი ეს ოჯახი ცხოვრობდა აქ და ცხოვრობს დიდება უფალს და უნდა იცხოვროს დიდება უფალს სანამ წადა დედამიწა არსებობს. საქართველოს ბანკი თუ ვინც ხარ თქვენ გასაგონად ვამბობ ამას. ჟამი დადგა უკვე რომ მოთმენა არ გვინდა ქართველებს ამის. დამთავრდა. და 300 წელი ცხოვრობდა და დღეს საქართველოს ბანკი უპირებს გასახლებას. და იმიტომ კი არა რომ გადახდა არ უნდოდა, არა მის გრაფიკს ვერ აყვა და ამას ვერ გადავიხდი ამდენსა რო უთხრა. ბესო ჩხაპელია, მარაო, ამდენი უნდა გადაიხადო მაინდა-მაინცო. ყოველთვის ასე იყო, პირადად აგერ ვდგევარ, როცა ბანკი 10.000 მხოვდა, აგერ 10 უკვე 15-ს მეუბნებოდა. 15-ის მერე 20-იო და 28-ში 66.000 გადავიხადე, კალი და კიდე გამომასახლეს და 27.000 უგზემაზე. მე ჩემ თავზე გავიარე ეს, რამხელა უსამართლობაა. და ქვეყანაში დღეს თუ ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ თურმე ჩვენი ტრადიციები, ჩვენი მართლმადიდებლობით და ქრისტიანობით ვამაყობთ, როგორ ჯდება ერთმანეთში. მინდა ამ წუთში ზუგდიდის გუბერნატორს სამეგრელოს გუბერნატორს მივმართო და ილია მეორე სურათი რო არის დიდი გუბერნიაში გამოკრული. ესე იგი სულიერებას აღმერთებთ, ადიდებთ, ხო? მაშინ როგორ არის ერთმანეთში როგორ ჯდება? როგორ ჯდება? ნახევარსაუკუნოვანი სულიერი ლიდერი საქართველოში ყავდა და გამოსახლებას 25 წელიწადია უკვე ქვეყანაში გამოსახლებაზე მიდის და ყველაზე მძიმე მომენტი არის დღეს, როცა მასიურად დაიწყეს და მასიურად ჩანიშნეს საქართველოში გამოსახლებები. მე მაინტერესებს რამდენი სტანდარტია და სახელმწიფოში სად არის სულიერებიდან, ქრისტიანობიდან, მართლმადიდებლობიდან გამოსული კანონები და თუ არის მაშინ რატო ვასახლებთ? ვერ ჯდება ერთმანეთთან და უკვე ეს ტყუილი არ გაგივათ. ახლა რამდენიც გინდა ტელევიზიიდან თავი იწონეთ, შეიკრიბეთ და ილაპარაკოთ, ფაქტის სახეზეა და ეს უამრავ ოჯახს ემუქრება. ამიტომ მე დღეს სადაც ვიმყოფებია კახეთში, გაჩვენეთ 300 წლიან ოჯახს. იმის გულისთვის რომ აი ეს გლობალისტების გეგმა საქართველოში 10 წლეულებია სრულდება, რაც კანონიერი ხელისუფლება მოაშორეს ქვეყანას იმის მერე, ახლა წარღვნით გვემუქრება ეს. და გამორიცხულია ეს არ გაგივათ არავის. ამიტომ კიდე ერთხელ ვამბობ და მოგიწოდებთ სასულიერო პირებს სამეგრელოში. დააფიქსირეთ თქვენი აზრი. საერთოდ თუ გინდათ რომ ვიწამოთ, ახლოს ხართ სულიერებასთან. თუ ქვეყანას არ აქვს მართლმადიდებლური და ქრისტიანული კანონები, რა დაგვრჩა? თქვენი რიტუალი? მაინტერესებს კითხვა მაქვს, უბრალოდ და გამეცით. ლოგიკური რიტუალი დამრჩა? რომ რემლი რაღაც დღესასწაულებზე დაიბარებს, ამთელ საანთებს წამოვა. ეს არის მარტო ჩვენი მართლმადიდებლობა? სად არის ქრისტესთვის ბრძოლა? მაინტერესებს სად არის ქრისტეს მხედრობა? ამიტომ ძვირფასო თანამემამულენო, დღეს კიდე ჩვენ ერთი 3 პირდაპირ მაინც უნდა ჩავწეროთ, ყველა დასაკუთრებულ სახლთან მივდივარ. და წერ ლაივს. მე ახლა მინდა მოგმართოთ ამ კახეთის მაცხოვრებლებს. ამ სოფლის სიმტერო ყველა იცნობ თქვენ ბესო ჩაპელიას. შრომელ ადამიანს, აგერ ნერგები მოყავს, რაღაცები გამოყავს, ყიდის და წვალობს ეჯახირება ამ ცხოვრებას. და უბრალოდ თქვენ თუ არ გაქვთ პრობლემა, ბესოსთვის უნდა მოხვიდეთ წერეთლის 165 ნომერში 22 რიცხვში დილის 10 საათზე. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ სისტემას, ამ ბოროტ სისტემას, რომ მიუხვდით უკვე მათ ჩანაფიქრს, რომ ამათ საქართველოს უნდათ, მაგრამ ჩვენ გარეშე. და ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ვერც ერთი ერი დედამიწის ზურგზე ვერ აიღებს იმ სულიერ მისიას, რაც აქვს ქართველებს. და ეს არის ბოროტ სისტემას, რომ უნდა უთხრათ, არა, არ გვაინტერესებს, არ უჭირს საქართველოს ისე, რომ ჩვენი ბანკი არ გქონდეს. და ეს საზოგადოების მოთხოვნაა, რომ აუცილებლად შეიქმნას სახელმწიფო ბანკი. სახელმწიფო უნდა თუ არ უნდა დადგეს გარანტად ამ მევახშეებთან
ბანკირებიც მე ვახშია რა თქმა უნდა ამ ბანკირებთან იმისთვის რომ გამოსყიდული იქნას ყოველი გოჯი საქართველოს მიწა და ამაში ჩვენ მივიღებთ მოსახლეობა მონაწილეობას და იცით რატომ მივიღებთ ჩვენ ვჭამეთ ბოდიში და მანგარო ქოჩეს რასული ამ სიტყვის ნიშანი რომ წარმოუდგენელი იყო ადამიანის გონებაში თუ დამუშავდებოდა აი ეს ბოროტი გეგმა რომელიც ამ საბანკო სისტემას აქვს და რომელიც ჩვენ ქვეყანაში 25 წელიწადი გაიფურჩქნა თუ ადამიანს აზრად მოუვიდოდა ასე გაენადგურებია ადამიანები საერთოდ ეს მე რა თქმა უნდა არ მჯეროთ და ასე არ მჯეროდა არც ერთ ჩვენ რომ ხელშეკრულება რომ ყველას წაიკითხა ვერ დაიჯერებდა უბრალოდ თუ შეიძლებოდა ფულს ასე ეზეიმა მართლმადიდებლურ ქვეყანაში და ოჯახები ქუჩაში გაეგდო და ბავშვები წივილ-კივილით გასულიყვნენ ოჯახებიდან და ეყურებიათ დამცირებული მამისთვის, დედისთვის, ძმისთვის და ასე შემდეგ. ეს ღირსება არ გხადეთ და ბოდიში გაჩერდით. საკმარისია. ახლა შევიდეთ სახლში, უბრალოდ ეზო კარს ნახეთ, ეზო კარი ნახეთ, მოვლილი ადამიანის ხელი ეთყობა და უბრალოდ არავის არ მოგცემთ საშუალებას. იცოდეთ ეს. მოურეველი არაფერი არ არის. რაც კაცთათვის შეუძლებელია, უფლისთვის შესაძლებელია და დიდება უფალს ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ მართლები ვართ და სანამ კიდე ამას ვიძახით, რომ ჩვენ ყველა გავიღეთ ჩვენ წილს და სულ ყველა მზად ვართ აი ამ სახელმწიფო ბანკის შექმნაში მონაწილეობა მივიღოთ. აი ეს მიიღეთ, თორე კაპიქს არ გადავიხდით ვამბო პარტიზანულ ბრძოლაზე ნუ გადაგყვათ. პირდაპირ მზად ვართ ამისთვის. მე როგორც ერთი ქართველი ქალი, დედა, არაფრით არ დაუშვებ და ჩვენ დედები ვართ უკვე ხედავთ. რომ ამოგვივიდა ხელში დედებს ასე დამცირება ჩვენი ქმრების, ჩვენი ძმების, ჩვენი მამების და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ სათქმელს ვიტყვით. ძვირფასოთან ამემამულენო. დღეს მე მგონი დავამთავრება ამ პირდაპირი დღევანდელი დღე საკმარისია ჩვენ კიდე ჩავწერთ რამოდენიმეს იმიტომ რომ უნდა განახოთ რომ ჩვენ მთელ სოფელს ქალაქს ყველა საქართველოს მასშტაბით როიტყვენ არ მოვასვენებთ იმიტომ რომ ეს ვამბობ სიკვდილ სიცოცხლის ადამიანების არა ქვეყნის არსებობის პრობლემა შეეხება ეს იქნება საქართველოს თუ არა იმიტომ რომ ჩვენ ქართველებმა ახლა თუ არა მოვიღეთ ხმა ხედავთ ალბათ ძალიან კარგად ჩვენ ხელისუფლებები ჩვენთვის ნაკლებად ძალიან სულ ამ გლობალური საერთაშორისო ორგანიზაციების ტყვეობაში შეხვდა იმას შეხვდა ამას ორბანი აირჩიეს უნგრეთში არ მაინტერესებს ჩემ ქვეყანაში რა ხდება ის მაინტერესებს და კეთილინებე ხელისუფლება კეთილინებე შენ ქვეყანაში შიგნით რა ხდება ამას უსმინე აბა დროებით ვიხარხართ და მჯერა მწამს იმის რასაც ვაკეთებთ რომ გავიმარჯვებთ